როდესაც დღევანდელ მილიარდერებზე ვფიქრობთ, ალბათ ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, ან სულაც უორენ ბაფეტი გვახსენდება. თუმცა გზა მათთვის ჯონ როკფელერმა გაიკვალა, ადამიანმა, რომელიც მსოფლიოში პირველი მილიარდერი გახდა. 1937 წელს, როდესაც ნავთობის დინასტიის დამფუძნებელი გარდაიცვალა, მისი ქონება 1,4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რაც დღეს 30 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. ჯონ როკფელერი 1829 წელს ნიუ-იორკში ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. მამამისი ბილი თაღლითი და მოხეტიალე ვაჭარი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კიბოს განკურნება შეეძლო და სახლში იშვიათად ჩნდებოდა. ახალგაზრდა როკფელერზე დიდი გავლენა დედა მოახდინა, რომელმაც მას შრომისა და ფულის ღირებულება ასწავლა. მომავალი მეწარმის პირველი სამუშაოები ინდაურების მოშენებას, ტკბილეულის გაყიდვასა და მეზობლისთვის დავალებების შესრულებას მოიცავდა. როკფელერის ბიზნეს ალღო მაშინ ამუშავდა, როდესაც მისი ოჯახი ოჰაიოში გადავიდა საცხოვრებლად. 1855 წელს, როცა ჯონი სულ რაღაც 16 წლის იყო, მან საოფისე სამსახური იშოვა მცირე საკომისიო ფირმაში, რომელიც ისეთი საქონლით ვაჭრობდა, როგორებიცაა ნახშირი და მარცვლეული. ის ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე დღეში 50 ცენტს გამოიმუშავებდა. 20 წლის ასაკისთვის როკფელერმა საკმარისი ისწავლა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ემოქმედა. 1859 წელს დააპოწნა სავაჭრო კომპანია, რომელიც თივას, ხორცსა და მარცვლეულს ყიდდა. პირველივე წლის ბოლოს საწარმოს ბრუნვა დღევანდელი კურსით $450,000 შეადგინა. ასევე 1859 წელს ამერიკაში ნავთობის პირველი ჭაბურღილი გაბურღეს. ამ ისტორიულმა მომენტმა როკფელერს ნავთობის ინდუსტრიაში შესვლისკენ უბიძგა. თუმცა მოპოვების ნაცვლად მან გათვალა, რომ გადამუშავების პროცესი უფრო მოგებიანი იქნებოდა და რამდენიმე პარტნიორთან ერთად კლივლენდში საკუთარი ნავთობგადამუშავებელი ქარხანა გახსნა. 2 წელიწადში ის რეგიონში ყველაზე მსხვილი საწარმო გახდა, რამაც ახალგაზრდა ბიზნესმენს უბიძგა მთელი ყურადღება ნავთობზე გადაეტანა. 1865 წელს როკფელერმა ფული ისესხა, პარტნიორების წილები გამოისყიდა და ქარხანაზე სრული კონტროლი მოიპოვა. როკფელერს ფანტასტიკური ბიზნეს ალღო ჰქონდა და მუდამ მომავალზე ფიქრობდა. 1865 წელს მან ყურადღება მიაქცია პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის ინიციატივას ტრანსკონტინენტური რკინიგზის შესახებ და ივარაუდა, რომ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური რკინიგზის ხაზები აშენდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ნახშირი საწვავის მთავარი წყარო იყო, როკფელერმა წინასწარ განჭვრიტა, რომ საბოლოოდ მას ნავთობი ჩაანაცვლებდა. 1870 წელს როკფელერმა ძმასთან, უილიამთან და ინდუსტრიალისტ ჰენრი ფლაგერთან ერთად დააარსა კომპანია სტანდარტ ოილი. სტანდარტ ოილმა თავისი ძალაუფლება მეცნიერების დაქირავებით გაზარდა, რათა ნავთობის პროდუქტებისთვის ახალი დანიშნულება მოეძებნათ. მზარდი მოგების ფონზე როკფელერმა მომდევნო 2 წელი კონკურენტების შესყიდვას დაუთმო და შექმნა ამერიკის პირველი მონოპოლია. მან 4 თვეზე ნაკლებ დროში 22 ნავთობგადამუშავებელი ქარხანა შეიძინა და ხელში ჩაეგდო კლივლენდის ბაზრის 80%-ზე მეტი. ამ მასშტაბურმა შესყიდვებმა, რომლებსაც ხშირად კლივლენდის ხოცვა ჟლეტად მოიხსენიებენ, სტანდარტ ოილ ტრასტის შექმნა გამოიწვია. 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ სტანდარტ ოილ ტრასტი აკონტროლებდა შეერთებული შტატების ნავთობის წარმოების, მარკეტინგისა და ტრანსპორტირების თითქმის სრულ ციკლს. როკფელერი შესაძლოა დიდად იყო დამოკიდებული რკინიგზაზე ნავთობის გადასაზიდად, მაგრამ რკინიგზის ინდუსტრია ასევე დამოკიდებული იყო მასზე. მისი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვების დაახლოებით 40% შეადგენდა. როკფელერისთვის მეტად მოგებიანი წლების შემდეგ რკინიგზის მაგნატებმა კორნელიუს ვანდერბილტმა და ტომ სკოტმა გადაზიდვის ტარიფების გაზრდა სცადეს. გამჭრიახმა როკფელერმა საპასუხო დარტყმა მიაყენა. მან სოფლებში 4000 მილის სიგრძის მილსადენი გაიყვანა. ამ გზით ნავთობი ოჰაიოდან პენსილვანიაში მიედინებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის აღარ იყო დამოკიდებული რკინიგზაზე. დაუჯერებელია, მაგრამ ამან ქვეყნის სარკინიგზო კომპანიების დაახლოებით მესამედის გაკოტრება გამოიწვია. როდესაც ჩრდილოეთ ამერიკა 1873 წლის ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, როკფელერმა როგორც ყოველთვის ისარგებლა შემთხვევით და სტანდარტ ოილის კიდევ უფრო მეტი კონკურენტი ჩალის ფასად შეისყიდა. როკფელერის თამამმა ნაბიჯებმა გაამართლა. 10 წელიწადში 100,000 თანამშრომელთა და 20,000 ადგილობრივი ჭაბურღილით სტანდარტ ოილ ტრასტი ქვეყნის ნავთობის 90%-ს აკონტროლებდა. ამ მომენტისთვის კომპანიამ პიკს მიაღწია. მე-19 საუკუნის ბოლომდე ეს წილი დაახლოებით 80%-მდე დაეცა და აღარ გაზრდილა. როგორც ამბობენ, როკფელერმა გააცნობიერა, რომ საზოგადოება მათ წინააღმდეგ განეწყობოდა, თუ კი ისინი ნავთობის 100%-ს გააკონტროლებდნენ. პრესა როკფელერს დაუნდობელდა არაეთიკურ ბიზნეს მაგნატად წარმოაჩენდა. გამოცემები გმობდნენ მის ტაქტიკას, აკრიტიკებდნენ ფარულ გარიგებებსა და შეთანხმებებს. ბიზნეს მაგნატს მოულოდნელი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის სახითაც, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ტრასტების ძალაუფლების დასრულება მოითხოვა. მთავრობამ სტანდარტ ოილ ტრასტის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანა. ამ მომენტისთვის როკფელერი
როკფელერი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად უკვე ითვლებოდა. როკფელერს მოუწია გაეძლო ხანგრძლივი სასამართლო პროცესისთვის, რომელმაც გამოააშკარავა მისი ბიზნეს ტაქტიკის დეტალები, მათ შორის უსამართლო ფასწარმოქმნის, ქრთამებისა და დაშინების ბრალდებები. 1911 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ სტანდარტ ოილის საქმიანობა არ ხვევდა ანტიმონოპოლიურ აქტს. როკფელერს ბიზნესის დასაშლელად 6 თვე მიეცა. სტანდარტ ოილის დაშლის შემდეგ როკფელერმა 34 პატარა კომპანია შექმნა, რამაც საბოლოოდ ის უფრო გაამდიდრა ვიდრე ოდესმე. ამ კომპანიებს შორის იყო ისინიც, რომლებიც მოგვიანებით შევრონი და ექსონ მობილი გახდნენ. დღევანდელი ნავთობინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები. 1916 წლისთვის გაზეთები როკფელერს მსოფლიოს დოლარის პირველ მილიარდერად მოიხსენიებდნენ. 1927 წელს, როდესაც ის 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, როკფელერს ქველმოქმედებისთვის უკვე შეწირული ჰქონდა $530 მილიონ მეტი, რაც დღევანდელი კურსით 11.8 მილიარდი დოლარის ტოლფასია. სიცოცხლის განმავლობაში მან დააარსა 4 საქველმოქმედო ფონდი. ფულს დებდა განათლებაშიც. ათობით მილიონი შესწირა ჩიკაგოს უნივერსიტეტს და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ჰარვარდს, იელს, კოლუმბიასა და ბრაუნს. როკფელერის ფონდის საერთაშორისო ჯანმრთელობის განყოფილება ებრძოდა სხვადასხვა დაავადებასაც და მათი ნაწილი აღმოფხვრა კიდეც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯონ დი როკფელერმა ააშენა უდიდესი დინასტია. დღეს Forbes-ის მიხედვით მისი ოჯახი კვლავ ფლობს დაახლოებით 10.3 მილიარდი დოლარის ქონებას. გავრცელებული ინფორმაციით ეს თანხა ოჯახის 200-ზე მეტ წევრს შორისაა განაწილებული. როკფელერების ოჯახი დღემდე აქტიურია ქველმოქმედებაში და მტკიცედ არის ორიენტირებული გლობალური ჯანდაცვისა და შიმშილის პრობლემებზეც.